საპოლიციელთა ჯგუფი ღამით ერთი ქვითრის გადასაცემად რეჟიმი მოქალაქეების ტერორს აგრძელებს. პროდასალური აქციების მონაწილეებს ისევ სახლებში აკითხავენ. ძირითადად იქ, სადაც მცირეწლოვნები და მშობლები ცხოვრობენ და თავად წლებია აღარ. უკანონოდ დაჯარიმებულები ამბობენ, რომ ოლიგარქის გუნდი პროტესტის ჩახშობას დაშინებით ცდილობს. დემონსტრაციების რამდენიმე მონაწილეს საჯარიმო ქვითრები საათების შუალედით გადასცეს. რეჟიმი ევროინტეგრაციის მხარდამჭერებს 5,000 ლარით გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით აჯარიმებს. სალმე ბოკუჩავა ესაუბრა მოქალაქეებს, რომლებიც რეჟიმმა ფინანსური ზეწოლის მიზანში უკვე არაერთხელ ამოიღო. დიახ, ლუკა, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს წინასაარჩევნო პერიოდში პირდებოდა, რომ ევროპისკენ ღირსებით წავიდოდა, ახლა ჩეკისტური მეთოდებით ცდილობს მოქალაქეების დაშინებას. მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის ეკიპაჟები კარდაკარ დადიოდნენ და მოქალაქეებს ჯარიმის ქვითრებს უტოვებდნენ. ხშირ შემთხვევაში პოლიცია მივიდა არა მათ საცხოვრებელ სახლებში, არამედ იმ სახლებში, სადაც შვილები და მათი მშობლები ცხოვრობენ. ასე იყო ალექსი პეტრიაშვილის შემთხვევაში. დიპლომატი გუშინ გვიანღამით წერდა, რომ მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში მიაკითხა პოლიციამ, იქ სადაც მისი მამა ცხოვრობს, რომელიც კლინიკიდან ახლად გამოწერილი იყო და საჯარიმო ფურცელი დატოვა. დღეს დილით კი ბუკა პეტრიაშვილის შვილის საცხოვრებელ სახლში მივიდა პოლიცია, ასევე ქვითრის გადასაცემად. ამ სახლში კი ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები და დილა ადრიან პოლიციამ გააღვიძა ისინი. ბუკა პეტრიაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც დაჯარიმდა 5,000 ლარის ოდენობით. ჯარიმები გადაეცათ მხატვრებს, პოლიტიკოსებს, მსახიობებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის დაჯარიმებულია მაგალითად გია ბუღაძე. მსახიობებიც და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც გუშინ მიიღეს ჯარიმები, ამბობენ, რომ ამ მეთოდებით ცდილობს ახლა პოლიცია მათ დაშინებას, რადგან უკვე თითქმის 90 დღეა საპროტესტო ტალღა ვერ დაახშო ქართულმა ოცნებამ და ახლა ახალ მეთოდს მიაკლიეს. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მოქალაქეებს არა ერთი ჯარიმა, არამედ დაახლოებით 2 ან 3 ჯარიმა აქვს მისული საცხოვრებელ სახლებში. ისინი ამ ჯარიმების გადახდეს არ აპირებენ, რომ საკუთარი სიმართლე ამტკიცონ იმ ფორმებით, რა ფორმებითაც ახლა არის შესაძლებელი და გაასაჩივრონ შესაბამისი წესით. მესამე დამაჯარიმეს უკვე 3ჯერ მედავებიან გზის გადაკეტვა. სამივე შემთხვევაში მე მივედი უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზრდაზე, რომელსაც პატრულის მანქანები კეტავდნენ თავისუფლების მოედნიდან მერიოტის მოედნამდე. რო ვესაუბრე ამაზე პოლიციას, რომელმაც დამირეკა, მან მითხრა, რომ ხო არ ვიცი, ეგ შემდა ამტკიცო, როცა გაასაჩივრებო და რავია, ვაპირებ გასაჩივრებას და გავუყვე ამ ყველაფერს. პირველ ჯერზე სახლში მომაკითხა 4 პოლიციელმა დილის 9 საათზე 1 გრამიანი ქვითრის მოსატანად. მე ეტყობა დაიღალნენ სიარული და ეხა მეთქეს, რომ მეორე და მესამე გამომიგზავნიან პოსტით და გზაშია ჯერ ეს ქვითრები და საერთოდ ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანების დაშინებას და ფინანსურ ტერორს. ამ დაშინებით თვითონ აჩვენებენ, რამდენად ეშინიათ ამ პროტესტის, რამდენად თვითონ სისტემა არის უკვე აგონიაში, რომ სხვა ვერაფერს ვერ იგონებს იმისა, რომ sapatrulo ეკიპაჟები 4-5 კაცი მოაწინონ ყოველ დღე ერთ ადამიანზე და ასეთი ადამიანი არის 20-30 და იმ დროს როცა ქვეყანაში არის კრიმინალი და სხვა ნამდვილად რეალური საქმეები, რომელიც მოსაძიებელია, ამისთვის სისტემა აცდენს ასობით პოლიციელს ყოველდღიურად. უნდა გვახსოვდეს, რომ ფონდები არსებობს და ჯერ კიდევ საკმარისია თანხა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საზოგადოება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ფონდებში არსებული თანხა ყოველთვის იყოს მობილიზებული და ყოველთვის შეძლოთ ჩვენი თანამებრძოლების დაცვა. სასახარო ერთ-ერთი მიზანი აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ჯარიმებს, რომ დაგვაშინონ, ხალხი დააშინონ და შეწყვიტოს მერე ხალხმა აქციებზე სიარული, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ მოუხერხეს ამ აქციებს, რომელზეც თავიდანვე იძახდნენ, რომ მილევად რეჟიმში და ხალხი არ დადისო, აგერ უკვე 96 დღე იქნება დღეს, როცა რუსთაველი გადაიკეტება ზედიზედ არაზრს არ ყოფილა ესეთ რაღაცა და ამის ეშინიათ ძალიან როგორც ჩანს და ყველანაირ მეთოდს იყენებენ და ყველაფერს კადრულობენ, ანუ ღამე სახლში დადგომას, ბავშვთან ან მოხუცებლებთან სხვა ამბები გავიგეთ. მიზანი არის დაშინება. ადამიანების დაჯარიმება ხდება გზის გადაკეტვის გამო. მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში აცხადებენ, რომ დააჯარიმეს იმ აქციაზე, რა დროსაც გზა უკვე გადაკეტილი იყო. ერთი ჯარიმის ოდენობა 5,000 ლარს შეადგენს. მოქალაქეებს დაახლოებით 3 ჯარიმა აქვს სახლში მისული.